არის მესამე მხარეც და ეს უკვე სუფთა ეკონომიკური მხარეა. ამერიკას აღარ აწყობს უამრავი ფულის ღარჯვა ომებში და ურჩევნია მდიდარ არაბებთან უკვე მეგობრობა დაიწყოს. რაზეა ლაპარაკი, როცა მხოლოდ რიადში შეხვედრის შედეგად ტრამპმა მოიპოვა ისტორიული 600 მილიარდიანი ინვესტიციული პაკეტი, თუმცა მისი სრულად განხორციელება უკვე აღარ არის გარანტირებული. ტრამპი ხვდებოდა, რომ ისრაელი მხოლოდ ხელს უშლიდა ამერიკას ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა, ნეტანიაჰუს ეს არ მოეწონა. ჩათვალეთ, რომ ისრაელის ყველა გეგმები იშლებოდა. ისრაელი ვერც მაგ ბუფერულ ზონას ვერ შექმნიდა სირიაში, ვერც ღაზას ვერ აიღებდა და რაც მთავარია, ირანის ბირთვული არსენალის საკითხი უცნობი იქნებოდა. გონია იმ ყველაფრის მერე, რაც თქვი, აშკარად უნდა ხვდებოდეთ, რომ ტრამპს ირანის დაბომბვის სურვილი საერთოდ არც ჰქონდა, მაგრამ ეს არგუმენტი რომ გავამყაროთ, მოდით ვილაპარაკოთ თუ რა გეგმები ჰქონდა ნეტანიაჰუს ირანის მიმართ. რა თქმა უნდა, არა მარტო ნეტანიაჰუს, არამედ მთელ მსოფლიოს ადარდებს ის ფაქტი, რომ ირანს ბირთვული არსენალი აქვს. თუ ტრამპი პირველი ვადის დროს პოლიტიკურად და ეკონომიკურად აწვებოდა ირანს, მეორე ვადის დროს ტრამპის დამოკიდებულება შეიცვალა. ისრაელი ელოდებოდა ტრამპისგან იმ რადიკალურ ცვლილებებს, რომელსაც ტრამპი აკეთებდა პირველი ვადის დროს და რადიკალურში გულისხმობ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას. ისრაელს ძალიან უნდოდა და უნდა კიდევაც ამერიკის ამ ოპერაციაში ჩათრევა, რადგან ისრაელი ხვდება, რომ ირანის ბირთვულ არსენალზე სანქციების სერიოზულ გავლენას არ ახდენს და არის საჭირო ზუსტად ესეთი ოპერაციის ჩატარება. ტრამპმა იცოდა ამ ოპერაციის შესახებ, მაგრამ სთხოვა ნეტანიაჰუს არ ჩაეტარებინა ეს ოპერაცია, რადგან ამომავალი ლომი ხელს უშლიდა ამერიკის და ირანის პოლიტიკურ დაახლოვებას. რა თქმა უნდა, ნეტანიაჰუმ არ დაუჯერა ტრამპს და 13 ივნისს ირანის დაბომბვა დაიწყო.